მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ საზოგადოება, რომელიც ისედაც ვდგავართ რუსთაველზე, ვაპროტესტებთ აი ამ რუსული კანონების, რუსული სადამსჯელო ოპერაციების შემქმნელი ხელისუფლების საქციელს ვდგავართ და ვაპროტესტებთ, მაგრამ ეხა ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება საერთოდ გადავიდა ყოველგვარ ზღვარს. მიუხედავად იმისა, რომ მათ გამოიყენეს ყველა მათ ხელს არსებული რესურსი. იქნება ეს დაჭერები, დაჯარიმებები, ანუ გააცოცხლეს ძველი, ანუ წარსულში საბჭოთა დიქტატურის სურათები ჩვენს თვალწინ. ჩვენ გვინდა ამ ჩვენი სათქმელით, რომ დადექით რუსთაველზე, მივმართოთ ხალხს, რომ მაშინ სანამ კიდე გვაქვს ამ დგომის საშუალება, სანამ რუსულმა ხელისუფლებამ საერთოდ არ მოაშტო ჩვენი სიტყვა, ჩვენი ხმა არ გაგვაქრო ამ ქვეყნიდან, რაც მას სურს. მანამდე გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი უფრო ხმამაღლა. იმიტომ რომ ხელისუფლებამ ალბათ ჩათვალა, ის ხო ეს რეჟიმი ყოველთვის გადის რაღაც ფაზებს, უნდათ მათ თუ არ უნდათ, ეს არის დაუწერელი კანონზომიერება, რომელსაც ეს რეჟიმიც ესე გადის და მათ რატომღაც ჩათვალეს, რომ თითქოს ეს საპროტესტო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე დაამარცხეს და გადავიდნენ მეორე ეტაპზე, ანუ ბოლოს წინა ეტაპზე, ასევე ეძახი, ანუ კანიბალიზმზე, ანუ საკუთარ თავებს დაერივნენ და საკუთარ რიგებში დაიწყეს წმენდა, ანუ ჩვენგან გაანთავისუფლეს ეს ქვეყანა ადამიანებისგან, ვისაც შეეძლო გამოეხატა კრიტიკული აზრი მათ წინააღმდეგ. ეს ახლა კანონში ცვლილებები, ეს სასამართლოს ჩაკეტვის მცდელობა არის ყველაფერი ეს, რომ მათ საერთოდ მოგვიშტონ სივრცე და გადავიდნენ ახლა საკუთარი რიგების მოსუფთავებაზე. ამიტომ ჩვენ გვინდა ამ ჩვენი აკეთმიდის პროცესი, ანუ ჩვენ საბედნიეროდ ჯერ კიდევ გამოვხატავთ ჩვენ ხო, გამოვხატავთ. ამიტომ გვაქვს დრო. იმიტომ გამოვხატავთ, რომ იტებს ხომ უბრალოდ აკეთმიდის პროცესი ამაზე გაქვს. მე ასე ვხედავ, ეს ჩემი პირადი მოსაზრება, სხვა შეიძლება სხვა აზრებს, რომ მე ვხედავ, რომ მათ იფიქრეს ასე, რომ რაღაცით აი ეს დაჭერები, საჩვენებელი დაჭერები, აი ესე გაცხადებულად ამდენი პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაჭერა იყო შიშის დათეცვის მცდელობას, რომ აი ჩვენ ვაპატიმრებთ სჯით ახლა ადამიანებს, ვაუქმებთ საერთოდ პარტიებს, პოლიტიკურ პროცესს საერთოდ გვაქვს. ცოტა ხანში ახლა ამ პროტესტს ვერაფერი ვერ მოუხერხეს, ჩვენ მაინც ვდგავართ ამდენი ჯარიმის, ამდენი ჩვენი თანამებრძოლის დაჭერის მიუხედავად თან უკანონო დაპატიმრების, თქვენ ხედავთ რა ხდება სასამართლოებზე. ანუ ერთი მოწმეც კი ვერ მოიყვანეს ვერცეთ საქმეში, ანუ ერთი მოწმეც კი, რომელიც დაამტკიცებს რომელიმე ადამიანის დანაშაულობას, მაგრამ მაინც ჯიუტად აგრძელებენ იმ ფარს, რასაც აგრძელებენ. ეხლა მე ამას ვხედავ, რომ რუსულმა ოცნებამ ჩათვალა, რომ ეს ველი მოასუფთავა გუშინ და გუშინ წინ ძალიან დააშინა საზოგადოება და ეხლა გადასულია იმ ეტაპზე, რომ გაიმყაროს პოზიციები, რომ მათ არ აინტერესებს არავის აზრი, ჩვენ ძალიან დიდი მადლობა გვინდა უთხრათ ჩვენს მსოფლიო თანამეგობრობას, ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ჩვენთან ერთად გამოხატავენ პროტესტს, აპროტესტებენ მათ ქმედებებს, ასანქცირებენ ამა თუ იმ პირებს, მაგრამ მათთვის ესეც უმნიშვნელოა, იმიტომ მათ გადაწყვიტეს ჰქონდეთ საკუთარი სახელმწიფო, სადაც არავის არ ექნება აზრის გამოხატვის უფლება. სხვათა შორის სტატია ჩვენ საუბრობდით მეთერის დაწყებამდე, რომ დღეს საკმაოდ საგანგაშო ინფორმაციის შესახებ შევიტყვეთ, მე პირადად ასე შევხედე ამ ამბავს, რომ იგეგმებოდა მუხლის ამოღება, ანუ აზრი ნებისმიერი ჩვენგანის აზრი, რომელიც არის გამოთქმული, ეს წერია კანონში, ეს ისაა კარგად ყველა იურისტმა, რომ ეს აზრი არის დაცული აბსოლუტური პრივილეგიით და ასევე მოწოდება დაცული არის კვალიფიციური პრივილეგიით და აი ეს გავიდა მედიაში ეს ინფორმაცია, რომ აი ამ კონკრეტულად აბსოლუტურ პრივილეგიასთან დაკავშირებით ამ მუხლის ამოღება იგეგმებოდა, ეს დაადასტურა დეპუტატმა მათიკაშვილმა და ეხლა როგორც ვკითხულობ, მათიკაშვილის განმარტებით გარკვეულ ტექნიკურ უზრუნველობას ჰქონდა ადგილი და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში აზრის და მოწოდების თავისუფლების შესახებ მუხლის რჩება და მას არ ვეხებითო. გურამ, თქვენთან გადმოვალ ახლა უკვე აი ამ საკითხით. რას
როგორ ფიქრობ, აი რაზე შეხებას ცდილობს ქართული ოცნება? თუნდაც აი ამ საკითხის დაძვრით, ასე ეს ხო კატასტროფულად აუარესებს, ხო, აზრის გამოხატვას და ამ აზრის გამოხატვის თავისუფლებას, აი ამ იდეის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში ეხლა ვნახე უარყოფა, მაგრამ ის რაც იქამდე ვნახეთ, ეს ამ ტიპის დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, რომ ეს სრულიად შეცვლიდა სურათს და მოცემულობას ჩვენს ქვეყანაში. თქვენ როგორ გაიგეთ ეს ყველაფერი? მოგესალმებით ანა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. ის რომ სიტყვის თავისუფლება იკრძალება და უკვე საბჭოთა პრაქტიკა ცენზურის ბრუნდება საქართველოში უკვე ახალი არ არის, მე მგონი და ეს უკვე რამდენიმე თვის წინაც იყო დაანონსებული, თუმცა ეხლა უკვე კანონში შეაქვთ დრაკონული, ასე ვთქვათ, ზომები იმისათვის, რომ უკვე აზრის პრივილეგია ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება ადამიანის და ასევე სიტყვის თავისუფალი სიტყვის გამოხატვის უფლება, რასაც ცდილობენ ესენი რომ აკრძალონ და ამისი კრიმინალიზაცია მოახდინოს სწორედ. უკვე გვაქვს რაღაცა დისტოპიური შინაარსის მოცემულობასთან, რაც ხდება საქართველოში. ხო, ბევრ შეიძლება რამდენიმე წლის წინ, 1 წლის წინ, 2 წლის წინ შეიძლება ვერ წარმოედგინა რომ ასე შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები და ადამიანები Facebook-ის კომენტარებისთვის და უბრალოდ სტატუსებისთვის სასამართლოში ეტარებინა და დაეჯარიმებინა და ციხეებში წაიყვანა და ასე შემდეგ, მაგრამ ამასაც გავცდით უკვე დღეს, რაც დაანონსეს საკანონმდებლო დონეზე, ეს არის უკვე აბსოლუტური დიქტატურის, ტოტალიტარიზმის ნიშნები. ტოტალიტარიზმი ეს არის სწორედ ის მმართველობის ის ფორმა, რომელიც შემოდის ადამიანების პირად ცხოვრებაში, პირად სივრცეში და აკონტროლებს მათ შორის მათ აზრებს. თუმცა ამ პრივილეგიაზე ჩვენ ხედავთ აზუსტებას, რომ არ აპირებენ, ნახოთ რეალურად რაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ალბათ იმით უნდა ვიხელმძღვანელოთ და არა სიტყვიერი დაპირებებით. ერთი, გურამ, აი ამ განცხადებაში, რომელიც გავრცელდა აქციას თემას მინდა ისევე დაუბრუნდი, არის ნათქვამი, რომ ეს რეპრესიები ყველას ეხება. აი არის თუ არა ეს მიზანი, რომ აი ყველამ გაიგოს ის რომ ან ეხება, ან შეეხება ეს საკითხი და ამან იმოქმედოს მათ შორის პროტესტის მასშტაბზე. აი ამას თუ ხედავთ ერთ-ერთ გამოწვევად და მიზნად აი ამ პროცესში. დიახ, რა თქმა უნდა, მე მგონია რომ საქართველოში ადამიანების საღადმოაზროვნე და ღირსეული ადამიანი აღარ არის დარჩენილი, ვისაც უკვე არ აქვს გასიგრძე განებული, რომ ქართული ოცნება გასვდა ყველანაირ წითელ ზღვარებს და ზღვრებს და რა თქმა უნდა, მათაც მიადგებათ. სწორედ ამისი გამოხატვა იქნება 29 ივნისის პროტესტი, რომ ყველა ეს ადამიანები, რომლებიც ვიბრძვით საქართველოს დემოკრატიისთვის, საქართველოს კონსტიტუციისთვის, თავისუფალი სიტყვისთვის და ჩვენი პოლიტიკური უფლებებისთვის, სწორედ გამოვიდეთ და დავუდგეთ ერთმანეთის გვერდით, დავუდგეთ საკუთარ თანამებრძოლებს, დავუდგეთ მათ შორის იმ პოლიტიკოსებს, ვინც მოიგო ეს არჩევნები. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ თითოეულ მათგანს, რომლებიც დღეს ციხეში წავიდნენ ეს ადამიანები, ანუ ზოგიერთი მათგანი თავისი ფეხით მივიდა ციხეში და ზოგიერთმა მათგანმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ზოგიერთ მათგანს ახლა დამატებითი სისხლის სამართლის საქმეები აღუძრეს, რომ იმ 7 თვისა და 8 თვის მერეც აღარ გამოვიდნენ და ის არ იკრძალეს, რომ 2 წლიანი აუკრძალეს საჯარო სამსახურის უფლება და ასე შემდეგ და მიუხედავად ამისა ეს ადამიანები წავიდნენ რისკზე, გაწირეს საკუთარი თავი და მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის და ჩვენი ყველას მოვალეობა ამ შემთხვევაში, რომ გამოვიდეთ, მადლობა გადავუხადოთ ამ ადამიანებს პირველ რიგში და დავდგეთ მათ გვერდით, გავერთიანდეთ როგორც პოლიტიკური კლასი, ისე მთლიანად სამოქალაქო საზოგადოება და ერთხელ და სამუდამოდ ვაჩვენოთ ივანიშვილის მოღალატე რეჟიმს, რომ ჩვენ არ შევეგუებით ქართული ხალხი ვართ, ისტორიულად ღირსეული ადამიანები ვართ და ეს ჩვენი ისტორიას აქვს დაჩვენები და არ შევეგუებით იმას, რომ მათ ჩვენი კონსტიტუცია გათვლონ ფეხქვეშ და წაგვიყვანონ რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაზე ისევ. მადლობა გურამ, თათია თქვენც მოგცემთ შესაძლებლობას ბოლოს და დაგემშვიდობებით. მეც მინდა გავაგზავნო გურამის პათოსი, რომ ჩვენ ყველამ ჩვენი რაღაც პატარა აგური დავდეთ ამ ბრძოლაში და ამიტომ მე ეხა ვხედავ, რომ თავარი ბრძოლა არის წინ და ამ ბრძოლის მოგება მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელია ერთიანი ბრძოლით. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვართ განწირულები, ამიტომ ყველა ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო უნდა დაიხსნას ამ რუსული ხელისუფლების ტყვეობიდან, უნდა დადგეს და იბრძოლოს ერთად. ეს იქნება
პოლიტიკური პარტიები ეს იქნება საზოგადოება, იმიტომ რომ მართლაც პოლიტიკურმა პარტიებმა დააყენეს ის მდგომარეობა საქართველოში, რომ კაცის შვილი ქვეყნის ზურგზე არ აღიარებს ამ რუსულ ხელისუფლებას. ეს არის რაც მათ აღელვებს, რაზეც წუხან, რაზეც ღელავენ თქვენგან მისულ კორესპონდენტებს თხოვენ აღიარებას. უბრალოდ სასაცილოა ახლა ეს მოცემულობა, რომ კითხვას პასუხს მაშინ გააქცემთ, რომ მაღიარე რომ ვარ პარლამენტის წევრიო. ეს არის ის მტკივნეული მომენტი, რომელიც აწუხებს ამ ხელისუფლებას. საერთაშორისო საზოგადოება ჩვენ ყველანი ერთად თუ დავირაზმებით და გამოუცხადებთ ბრძოლას, ოღონდ ბრძოლას შეურიგებელს, მშვიდობიანს და ერთად ერთი სტრატეგიის. ეს არის ჩვენი გადარჩენის შანსი. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და მოუწოდებ თქვენი ეთერის ყველას, რომ გელოდებით კვირას 29 ივნის 8 საათზე რუსთაველზე დავდგეთ ერთად, დავდგეთ საქართველოსთვის. დიდი მადლობა. მადლობა ორივე თქვენგანს. დაგემშვიდობებით. თათია მექვაბიშვილი და გურამ ჩუხრუკიძე საუბრობდნენ ჩვენს ეთერში 5 საათზე.